გამარჯობათ მეგობრებო. წინდები თუ შური წინდები. ჩვენ აქ დავაყენოთ დასაწყისის და დასასრულის მანიშნებელი და დღეს მოვგზავნოთ ეს სქემა. ვისაც არ ჭირდება ჩემი დახმარება, ეს არის სქემა და მოგსოვს თვითონ. გადაბეჭდავს და მოგსოვს თვითონ. ვინც კარგად გსოვს უკვე სქემებით, ფშაურ, ხევსურულ, თუ შურ წინდებს, ჩემი დახმარება არ ჭირდება. ჩემთან ერთად გსოვა პირიქით ხელს შეუშლის, ამიტომ გადაიტანს ამ სქემას და მოგსოვს. ვინც ვიწყებთ, არ ვიცით, გვიჭირს კიდევ დალაგება, აწყობა, სქემის წაკითხვა, დავიწყოთ. ახლა აქ ვნახოთ რა ხდება და რა ხდება. აქედან იწყება თვლების ათვლა. აი ეს ნაპირში სადაც ვართ, აი აქედან იწყება ეს. პირველი რიგი და ვიწყებთ სქემას, მანამდე უკვე ეს რაც არის მოგსოვილი გვაქვს და ეს თქვენც უკეთესად იცით, ჩემი დახმარება აღარ გჭირდებათ და პირველი რიგი. 1, 2, 3, 4 თვალი უნდა მოვგზავნოთ ჩვეულებრივად, აი აქ რა ფერიც არის ეს წითელი. წითელზე ვგზავნთ ლურჯ ფორმას, აი ეს რაც არის და 4 თვალი უნდა დავტოვოთ და მოვგზავნოთ. შემდეგ იქნება 3 ლურჯი. შემდეგ იქნება, ნახეთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 თვალი უნდა მოვგზავნოთ, აი ეს წითელი. შემდეგ ისევ 3, შემდეგ 9 თვალი ეს წითელი და შემდეგ ისევ 3 ლურჯი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არის 4, იმიტომ რომ დასაწყისია და პირდაპირ ვიწყებთ აი ამ ფიგურას აქ. აქ არის 9, იმიტომ რომ ნახე, ამისი ნახევარი თუ არის 4, აქეთ და აქეთ. აქ იწყება მეორე შემდეგ ფიგურა, აი ეს, ამასაც ჭირდება თავისთვის 4 და რატომ ჭირდება? აქ უნდა გამოვიდეს, მერე აქ უნდა გამოვიდეს და უნდა საკმარისი თვლები გქონდეს, რომ გამოვიდეს ეს ფიგურა და მოვგზავნოთ აქამდე. აქიდან აქამდე, აქიდან აქამდე. ამიტომ შუალედი 4 თვალი ამ ფიგურას ჭირდება, 4 თვალი ამ ფიგურას ჭირდება. მაგრამ ჩვენ გვაქვს 9 თვალი და რატომ? ნახე, მე-5 აქ და მე-5, აი ეს 4 თვალი ამისია. 4 თვალი ამ ფიგურის. შუაში ეს 1 თვალი, ნახე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა მოხვალ აქ და მოხვალ აქ, ესენი ერთმანეთს არ გადაებას. ან ძალიან შორს არ დარჩეს. ამიტომ 1 თვალი უნდა ჩატოვო, როცა გადმოხვალ 4 თვალს აქეთ გადმოგსოვ, აქ არ უნდა მოხვიდე, 1 თვალი დაგრჩება. აქედანაც გადმოგსოვ და 1 თვალი შუაში დარჩება. გამოეყოფა ფიგურა ფიგურას და ეს 1 თვალი ასე მოიგზავნება. ამიტომ არის 9 თვალი გათვალისწინებული. აი ასე უნდა წავიკითხოთ სქემა და ასე უნდა დავიწყოთ ახლა გსოვა. კიდევ ამბობ, აქ არის მხოლოდ 4 თვალი გათვალისწინებული, რომ ვიწყებთ ნაპირიდან, ამის იქით არ ვიცით რა იქნება, როცა მოვალთ ბოლოში. ახლა ეს აქ მოვგზავნოთ და აქ გავაკეთოთ როგორ.
წითელი ფერით უნდა მოვგსოვო 4 თვალი, ხო ვთქვით? 1 2 3 4 თვალი. 4 თვალი საკმაოდ ბევრია, რომ ეს ძაფი აქეთ არ გადმოვიტანო შემდეგ, ამიტომ ქსოვის დროს მოვიყოლებ. ამას ყოველთვის ვამბობ და ვიცით მგონი. ახლა ნახე 1 2 3 4 მოვგსოვე და 1 2 3 ლურჯი უნდა დავსვა. აი ეს უნდა დავიწყო მე. 1 2 3 ლურჯი თვალი. 3. ახლა ნახე 1 2 3 4. აი ეს არის მთლიანი სქემა. აქიდან აქამდე ეს არის ერთი ფიგურა, აი ეს. შემდეგ ერთ თვალს მოგსოვაკ შუაში, რომ კიდევ ამბობ არ გადაებას ფიგურას და თავიდან იწყება ათვლას. 1 2 3 4 3 1 2 3 4 3 და ასე შემდეგ. და შუა ფიგურებს შუა გექნება 9 თვალი. ახლა ჩვენ მოვგსოვეთ აქედან აქამდე და ერთი ფიგურა დამთავრდა. ახლა აქ მოვგსოვე შუაში კიდე ერთ თვალს. ეს იქნება ფიგურების გამყოფი და ვიწყებ თავიდან. 1 2 3 4. მოვგსოვე კიდე 4 თვალი 1 2 3 4. ახლა ახალი ფიგურისთვის, აი ეს. და გამომივიდა მთლიანობაში 2 4 6 8 9 თვალი. აი ამიტომ ვგსოვთ აქ 9 თვალს. ახლა ისევ მოვგსოვე 3 თვალს, ახალ ფიგურას ვიწყებ აქ. ახლა ისევ მოვგსოვ 9 თვალს, რადგან შემდეგ ფიგურამდე უნდა მივიდე. დამრჩეს 4 თვალი ამისთვის. 1 2 3 4. ერთი თვალი შუაში, შემდეგ კიდე 4 თვალი შემდეგი ფიგურისთვის. 1 2 3 4 და გამომივიდა 9 თვალი 2 4 6 8 9. ახლა შემდეგ ფიგურას ვიწყებთ კიდევ ახალს 1 2 და 3 და ვიწყებთ 1 2 3 4 ამ ფიგურისა ერთიც შუა თვალია, კიდე 4 თვალი შემდეგისთვის 2 3 4. იმედია 9 მოვგსოვე, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9. ისევ კიდევ ერთი ფიგურა დავსვათ აქ. 3. ისევ 9 თვალი ეს. 2 3 4 5. ექვსი, 7, 8, 9. კიდევ ახალი დავსვათ აქ ლურჯით 1 2 და 3. ახლა ისევ 9 თვალს მოვგსოვ. ყველა ფიგურა სჭირდება, ხო? ცალ-ცალკე გაიწი, გამოიწი აქეთ-იქეთ და შუაში ერთი თვალი. ამიტომ ყველგან იქნება შუა ფიგურებს შუა დასაწყისის 9 თვალი. 4 5 6 7 8 9 თვალი. ნახეთ, აი აქ ახლა 9 თვალია ეს და შემდეგი უნდა იყოს ეს 3 თვალი, მაგრამ
აქ არის დასაწყისი და დასასრული, უკვე მეტი თვლები ჩვენ აღარა გვაქვს რომ გავაგრძელოთ. აქედან იწყება თავიდან და 4-ია ეს ამისთვის. აი როგორ მოხვდა ახლა აქ ნახეთ მეგობრებო, მაგრამ ჩვენ აქ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. აქედან იწყება ახალი რიგი და ახალი სქემის ახალი რიგი და იქნება სხვა რამე. აქ მთავრდება ეს რიგი და რამდენიც მოუწია და როგორც მოუწია ასეა. აქედან დაიწყებდა როგორც მოითხოვს დათვლი და ისე მოგსოვ, როცა მოხვალ ბოლოში, როგორც მოუწევს სადამდეც მოვა სქემა და რამდენ თვალიც გეყოფა რისთვის და რა ფორმა იქნება რომ მოხატო მოხვალ ბოლომდე. აქ ვერაფერს ვერ შეცვლი დანარჩენი, ამიტომ ვამბობ ყოველთვის. ეს მხარე, ეს გვერდი, ასე ვთქვათ, ძაფების ახალი ჩაბმა, რიგის დასაწყისი და დასასრული, სქემების დასაწყისი და დასასრული, ყოველთვის მოაქციეთ ფეხის შიგით ამ მხარეს ქუსლი, ისე მოუგზავნეთ ორივე წინდას. და სქემაც მოხვედი აქამდე, მოვედი ახლა ხო 9 თვალი გამომივიდა, რასაც გვსოვდი და როგორც გვსოვდი და დამთავრდა სქემა. იმის იქით ვერ წავარ, მაგრამ აუცილებლად მოვიტან იმ სქემას ბოლომდე, როგორც ითვლის და როგორც სჭირდება ამას. შემდეგ, ახლა მეორე რიგი ნახე. მეორე რიგი. 1, 2, 3, 4-ია ისევ თავიდან. მაგრამ ეს 3 ნახე, აქ ისევ ეს ფერი იქსოვება, აქაც ისევ ეს ფერი იქსოვება, შუაში წითელი გაჩნდა. ჩემ შემთხვევაში თქვენთან არ ვიცი რა ფერებით მოგსოვთ. აი, მეორე რიგს როცა მოგსოვ, ეს ფერი იგივე იქსოვება, ამ 3-დან შუაში წითელი გაჩნდა, აი აქ. დანარჩენი ისევ იქსოვება, აქაც წითელი გაჩნდა ამ 3 ლურჯში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ეს აქ მოვგზავნოთ. ჩვეულებრივად ვგზავ მე 4 თვალს და მომაქვს აუცილებლად ეს მეორე ფერი. აი ასე. იქ ხო ვერ დავტოვებ, ხო? ახლა ნახე 3 ლურჯია. პირველი იქსოვება ჩვეულებრივადო, შუაში წითელი გაჩნდაო და მესამეც იქსოვებაო ჩვეულებრივად და აი ასეთ სახეს მიიღებს. დანარჩენი ჩვეულებრივად იქსოვება. ამ ძაფს წამოვიღებ მე და წითლით ვგზავ, ლურჯი მომაქვს. როგორ მომაქვს ნახე, ხო? აი აქედან, ახლა აქედან, ახლა აქედან მოვიყვან, ახლა აქედან მოვიყვან. და გამომყვება ვასაც წავა. სამი ლურჯი. პირველი იქსოვება, მეორეზე წითელი გაჩნდა, მესამე ისევ ის იქსოვება. ამ 3 ლურჯს აი ამ ფორმით მოვგზავნთ მეორე რიგზე. დანარჩენს ვაგრძელებთ. მეორე რიგს ვგზავნთ. აქ სხვა არაფერი არ იცვლება, ძაფი მოგვაქვს. ამ ძაფით ვგზავნთ, ის ძაფი მოგვაქვს. კიდევ 3 ლურჯი გვაქვს. პირველი იქსოვება ლურჯი, მეორე გაჩნდა წითელი, მესამე იქსოვება ლურჯი და დანარჩენს ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. ამ ძაფით ვგზავ, ის ძაფი მომაქვს. ის ძაფი როცა არ გსოვთ და მეორე ძაფი გაქვთ, არ დაგავიწყდეთ, არ დაგრჩეთ. აი აქედან მოგიწევს შემდეგ აქ გადმოტანა. და ძალიან ულამაზო იქნება. მოვიტანი აქამდე ისაც და აქ მჭირდება უკვე პირველი ლურჯია, მეორე წითელი გაჩნდა, მესამე ლურჯია და გავაგრძელებ ჩვეულებრივად.
პირველი ლურჯია, მეორე წითელი დაიბადა აქ და მესამე ლურჯია ისევ. ეს ყველა ისევ ამ ფერში იქსოვება. ამ ძაფით ქსოვის, ძაფი მომაქვს. და აქ უკვე რიგიც დასრულდა, სქემაც დასრულდა ამ რიგის და ვიწყებთ თავიდან მესამე რიგი. ახლა ნახე მესამე რიგი. ნახე ახლა რა ქნა მესამე რიგი. 1 2 თვალი ისევ იმ ფერში მოვგსოვოთ რაც იყო, ამ შემთხვევაში წითელი, აი ნახე, სად გადაინაცვლა ამან. აი, სად გადმოვიდა. 2 თვალი მოვგსოვოთ და შემდეგ იწყება 3 ლურჯი. აქ 1 თვალი, როცა ახალი თვალი გაჩნდა აქ წითელი შუაში, ისევ ის იქსოვება აქაც. აქეთ 3-ია, აქეთ 3-ია. მოდი ახლა ეს აქ ავაწყოთ როგორ. 2 თვალი მოგსოვეო იგივე ფერი ესაა წითელი ჩემ შემთხვევაში. ახლა ნახე. აი სად არის ლურჯი? აი ამას დააკვირდი აქ. ეს ხო 1 თვალი მოგსოვეთ, წეღან და შუაში უკვე წითელი იყო. ეს თვალი ლურჯი რჩება და წინ 2 თვალი უნდა ჩავამატოთ ლურჯი. ისე უნდა მოვგსოვოთ ეს 2 თვალი, რომ გადავაბათ აქ ასე. აი ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. შემდეგაც ეს 1 ისევ წითელი მოიქსოვება და აქედან ნახე 1 ლურჯი რო იყო, გადავაბათ 1 2 და 3 2 თვალი დავამატოთ. აი 2 თვალი მაქვს და გადმოვედი წინ 2 თვალით, რადგან მესამე თვითონ ლურჯი უნდა იყოს. გეუბნება 2 წითელი მოგსოვე და დაიწყე ლურჯიო. 1 2 3 თვითონ ლურჯიც. ეს წითელი წეღა რო აქ გაჩნდა, ისევ წითელია. ახლა ეს ლურჯი და პლუს 2 თვალიო. 1 2 3. ეს ლურჯი და პლუს 2 თვალიო. გადმოიწია. ახლა ნახე. ესაც აქედან მოდის ამ ფიგურიდან და ნახე 1 2 3 4 5 თვალი დამრჩება აქ. წითელი რომ მოვგსოვო ამ 9 თვალის მაგივრად. აქეთაც გადმოვიდა, აქეთაც გადმოვიდა 2 თვალი და 5 თვალი უნდა მოვგსოვო. კარგი. 1 2 3 4 5. ახლა ნახე, აუცილებლად უნდა გადავაბათ ხო ლურჯი და 2 წითელი თვალი, ესაც ლურჯი უნდა მოვგსოვო. თუ შენ წინა რიგიდან სწორად ქონდა გათვლილი თვლები და მოგსოვილი, ზუსტად ისე გამოვა ახლაც როგორც გიჭირდება და თვლი. 2 მოვგსოვე წინ, მესამეა თვითონ ლურჯი. აი ასე. ახლა ეს ისევ წითელიაო, ეს ლურჯი, შემდეგი ლურჯი და შემდეგი კიდევ ლურჯი. იგივეს მივიმეორებთ ხო, მიხვდით ხო? აი იგივეს ვიმეორებთ, გადავედით აქეთ ახლა. აქ რო ვიყავით, წავედით და აქეთ გსოვთ ახლა რა მნიშვნელობა? აქედან იწყება აქამდე, აქედან იწყება აქამდე, აქედან იწყება აქამდე. ერთი და იგივეს იმეორებ. ახლა ისევ ნახე, ხო გადმოვედით უკვე 2 თვალით აქეთ, ისევ 5 თვალი უნდა მოვგსოვოთ ეს. შემდეგ უკვე სულ ერთი და იგივეს იმეორებ, როგორც დაიწყებ, იმიტომ რომ რამდენიმე ფიგურა გვაქვს აწყობილი და სულ ერთი და იგივეა. ლურჯი თვითონ და წინ 2 თვალი უნდა მოვგსოვო ყველა ლურჯი. 3 თვალი რო გამომივიდეს, აი ასე. ეს ისევ წითელია, შემდეგ თვითონ ლურჯი და 2 წითელი უნდა მოვგსოვო ლურჯი.
ერთი კიდევ. ახლა უნდა მოვგზავნოთ 5 წითელი. არც უნდა უკვე ხო სქემა უკვე დაიზეპირება ადამიანი რა გააკეთო, იმიტომ რომ იმეორებ იმ ერთ სქემას. 2, 4, 5 დამრჩა ლურჯი და წინ 2 წითელი 3 უნდა მოვგზოვო. 3. ეს თვითონ ისევე ფერია, ლურჯი და კიდე 2 ლურჯი უნდა მოვგზოვო წითელზე გადავიდე 3 თვალი. შემდეგ აქ ისევ 5 თვალი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლურჯი და წინ 2 წითელი ყველა ლურჯი იქნება უკვე ისევ ვიმეორებთ იგივეს. ყოველი ახალი ფიგურის დაწყებისას ვიმეორებთ რაც წინ მოვგზოვეთ. 1, 2, 3. აქ ისევ 5. მაგრამ მოვედით დასასრულში და ვნახოთ აბა 3, 4, 5. აი ახლა შეხედეთ, აქ ხო რიგის დასასრულია უკვე და იმის იქით ჩვენ აღარა გვაქვს გაგრძელება ამ სქემის. აქ მთავრდება როგორც მთავრდება. ხო იყო 9, ხო თავიდან. ახლა ხო გადმოვედით აქ 2 თვალი, როგორც ითხოვს ეს სქემა. ნახე, მოვგზოვოთ ჩვეულებრივად 5, რადგან ასე ვგზოვთ ყველა სქემას შუა. მოვგზოვე 2, 4, 5 და ახლა მოითხოვა აქ 2 ლურჯი და ჩვეულებრივად ბოლომდე მივიყვან სქემას. მოვგზოვ მეც იმ 2 ლურჯს, მიუხედავად იმისა, რომ აქეთ აღარაფერი მაქვს, აქ როგორც მოითხოვს და რაც გამოჩნდება სქემის მიხედვით, რო თვლებს ზუსტად ისე გავყვები და მოვგზოვ, ისე გამოვყვები და მოვგზოვ. არ გამოტოვოთ, რომ აქ აღარაფერია შემდეგ და არ აყვეთ ამას ახლა და სულ ასე არ მოგგზავნოთ. უკვე ნახე მოითხოვა სქემა მეს გადმოსულიყო, როგორ მოითხოვა? 5 თვალია შუაში და დარჩა 2 აუცილებლად უნდა ჩასვა ის რაც იყო აქ, რაც გაქვს. რამდენი თვალიც იქნება ისე. შემდეგ რამდენი თვალსაც მოითხოვს შემდეგ რიგზე და ასე შემდეგ. ყოველთვის სქემა დაასრულე ბოლომდე, რის საშუალებასაც გაძლევს თვლები. და მეოთხე რიგი. ნახე, ეს 2 თვალი ისევ მოგგზოვეო წითელი მე რასაც ვგზოვ ახლა და 1 თვალი მარტო მოგგზოვეო ლურჯი. ეს ვიცით ხო რომ ლურჯია. აქ ხო გადმოვედით 2 თვალით და 3 გვაქვს. 1 მარტო მოგგზოვეო. ახლა შიგით ნახე ჯერ 1 თვალი იყო წითელი. ახლა ნახე ემატება 1, 2, 3, 4, 5 თვალია. აქ ისევ 1 ლურჯია, 1, 2, 3, 4, 5 თვალია გარეთაც, როგორც აქ, შემდეგ ისევ და შემდეგ უკვე იმეორებ 1 და იგივეს. კარგი, მოდი ვნახოთ 1, 2, ეს მოგგზოვეო როგორც იყო. ახლა პირველი ლურჯი მოგგზოვეო მარტო, აი, პირველი ლურჯი მოგგზოვეო მარტო და შემდეგ სულ წითელი მოგგზოვეო შიგნით. ჩვენც მოვგზოვოთ 1 ლურჯი და შემდეგ 2, 3, 4, 5. აი ლურჯზე რატო გადმოვედი ახლა ნახე? როგორც აქ გაქრა ლურჯი 2 თვალი, ისე აქ გაქრა 2 თვალი და 1, 2, 3, 4, 5 თვალი მოიგზავა წითელი. ბოლოში დარჩა მხოლოდ ამ ლურჯზე ლურჯი. ბოლოში დარჩა მარტო. და მეც მოვგზოვ. გამოვიდა რომ აი აქ პირველი ლურჯი და ბოლო ლურჯი, აი ასეთი სახე მიიღო ახლა. აქ ამ 5 თვალს ჩვეულებრივად მოვგზოვთ. როგორც წინა რიგში იყო ეს გარეთ ამხარია, ხო? ახლა ნახე პირველი ლურჯი მოგგზოვეო და შემდეგ წითელი მოგგზოვეო. სქემას თავიდან ვიმეორებთ. როგორც აქ მოვგზოვეთ. 1 წითელი, 2 წითელი, 3,
4 5 და ბოლო ლურჯი მოგვსოვეო ლურჯი გავიმეორეთ 1 2 3 4 5 ახლა ნახე პირველი ლურჯი მოგვსოვეო ლურჯი ახლა 5 თვალი მოგვსოვეო წითელი 4 5 და ბოლო თვალი მოგვსოვეო ლურჯი პირველი და ბოლო რას ვამბობ აი ესენი ხო გვქონდა ჩვენ პირველი და ბოლო ამ ფიგურაში ვგულისხმობ პირველი და ბოლო აი აქ ამ სქემის შემდეგ ახლა ისევ მოვგსოვ 5 თვალს წითელს 2 3 4 5 პირველი თვალი ლურჯი შემდეგ 5 წითელი 2 3 4 5 და ბოლო თვალი ლურჯი ამ ფიგურაში 1 2 3 წითელი სამი 4 5 პირველი ლურჯია შემდეგ 5 წითელია 2 3 4 5 ბოლო ლურჯი ისევ ლურჯია ვაგრძელებთ 1 2 3 4 5 აქ შემდეგი პირველი ლურჯია შემდეგ წითელია როგორც ვგსოვთ ამ რიგზე სქემას ისე მოვალ მე ბოლო თვლამდე იმ სქემას და ვიწყებთ ახალ რიგს ეს ახალი რიგი რა არის მეხუთე მეოთხე მოვგსოვეთ ხო მეხუთე რიგი ნახე მეხუთე რიგი თვლების ათვლა ხო აქედან იწყება და ნახე მოვიდა ბოლოში გამოვიდა ნაპირში თავიდანვე პირველი თვალიდანვე ვიწყებთ ლურჯის ქსოვას და ვგსოვთ 1-2 წინ და თვითონ ლურჯზეც ის 1 ცალი ამიტომ 3 ლურჯი მოვგსოვოთ თავიდანვე 1 2 3 წინ 2 თვალი გქონდა წითელი და აუცილებლად მესამე თვალი თვითონ ლურჯზე უნდა იყოს ხო ახლა მოვგსოვ ისევ 5 წითელს რადგან ეს ლურჯი იქსოვება ლურჯი და ემატება 2 თვალი კიდე ლურჯი ნახე აქ ხო გადმოხვედი წინ 5 მოგსოვე და აქ ხო ლურჯია ესაც პლუს 2 თვალი ემატება აქეთ და აი ნახე სად მოვედით ახლა ეს 1 თვალი 9 თვალი რო დავტოვეთ და მე-5 ამისთვის გავიტვალისწინეთ აი ახლა მოვალთ აქ ზუსტად რომ ეს 3 თვალი მოვგსოვოთ, ეს 1 თვალი შუაში მოვგსოვოთ, შემდეგ ისევ ახალი ფიგურა იწყება და 3 თვალი მოვიდა აქ. და ამათ ერთმანეთი რო არ გადაკვეთონ და არ გაიბლანდოს ერთმანეთში. სად ვართ? ლურჯი, მეორე ლურჯი, მესამე ლურჯი. და აი ერთი სქემა ეს აქიდან აქამდე. შემდეგ ვაგრძელებთ ერთი წითელი და წამოვიდა ახლა ეს ფიგურა მოდის აქეთ ორი თვალით. 1 2 3 ლურჯი. ეს თავისთავად წითელი იქნება. აი ნახე ის მე-9 თვალი, რომელიც გავითვალისწინეთ. აი აქ შუაში იქსოვება
და ეს რო აქ მოვა და ეს აქ მოვა, ესენი ერთმანეთს არ დაკარგავენ აქ, არ გადაიბლანდებიან, ასე ვთქვათ. ნახატი რო არ გაიდღაბნოს. ახლა მოვგზავნოთ ჩვეულებრივად 5 თვალი. 1, 2, 3, 4, 5. 5. ხო, ახლა ეს აქეთ მიდის, აი, ეს დასაწყისი ამ ფიგურის, ეს აქეთ მოდის. 1, 2 და 3 ლურჯი. 1 წითელი გამყოფია ფიგურებში და 1 ლურჯი, 2 ლურჯი, 3 ლურჯი. აქედან იწყება ახალი ფიგურა და ესენი ერთმანეთს არ გადაკვეთავენ. აქ მოვგზავნოთ ჩვეულებრივად 5 წითელი, 3, 4, 5. ერთი ლურჯი, 2 ლურჯი და 3 ლურჯი. ეს ერთი წითელი შუაში გამყოფი და ახალი ფიგურა მოვიდა აქ. 1, 2, 3 ლურჯი. კარგი, 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, 3, ეს ერთი წითელი. ახლა უკვე სულ ერთი და იგივეს ვიმეორებთ, მეგობრებო. თავიდან ერთხელ რო გააკეთებ დასაწყისში რომელ რიგზეც ხო, შემდეგ იმეორებ და იმეორებ. იმიტომ რომ ერთი და იგივეს ვგზავნოთ. ახლა აქედან აქეთ მოდის. 3 ლურჯი მოვგზავნეთ, ერთი წითელი გამყოფი და ახლა ისევ 3 ლურჯი, რადგან აქ ახალი ფიგურა იწყება. აი ეს ფიგურა აქეთ მოდის. აქ ისევ 5 წითელი იქსოვება ეს ფიგურაში შიგნით, აი აქ რასაც ვგზავნთ. 3, 4, 5. 1 ლურჯი, 2, 3. აქ 1 გამყოფია, აქ 1, 2, 3 ლურჯი და 1 წითელია ბოლოში, როგორც სქემა და სქემაც დამთავრდა, რიგიც დამთავრდა აქ. და ვიწყებთ ახალ რიგს. ახალ რიგს ვიწყებთ და ნახე, აი მე-6 რიგი. მე-6 რიგი თვლების ათვლა აქედან არის. 3 ლურჯი რო დავსვით, ახლა ბოლო თვალი დატოვეო ლურჯი და ვიწყებთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 მოგსოვეო წითელი, რადგან აქ ხო 1 დავტოვეთ თავში ლურჯი, აქ ბოლოში უნდა დავტოვოთ 1 ლურჯი. ფიგურას ვამბობ, ამ ფიგურაში თავში და ბოლოში უნდა დავტოვოთ მხოლოდ ლურჯი. ამიტომ 9 თვალი გამოვიდა ეს შიგნით წითელი. კარგი, 1. მხოლოდ 1 დატოვეო, ხო? დავიწყეთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ბოლოშიც 1 დატოვეო და აი 1 დავტოვე, სხვები მოვგზავნე. აქ უკვე ფიგურა მთავრდება და ახალი იწყება, შუაში გამყოფი აუცილებლად წითელი იქნება და შემდეგ 1 ლურჯი, რადგან ახალი ფიგურა იწყება და თავში დატოვეო მხოლოდ 1 ლურჯი და წავედით 1, 2, 3, უნდა მოვგზავნოთ ისევ 9. ახლა უკვე ერთი და იგივეს გავიმეორებთ.
ღმერთოჩი 3 4 5 6 7 8 9 ბოლოშიც უნდა დავტოვოთ ერთი ლურჯი აქ ფიგურა დამთავრდა ერთი წითელი გამყოფი დასაწყისი ახალი ფიგურის ერთი ლურჯი ისევ დავითვლით 9 თვალს წითელს და მოვგზავნოთ 2 3 4 5 6 7 8 9 აქ დამთავრდა ეს ფიგურა და ბოლოში ერთი ლურჯი ფიგურებს შორის გამყოფი ერთი წითელი ახალი ფიგურა დაიწყო და მხოლოდ ერთი ლურჯი და ვიწყებთ თავიდან 1 2 3 4 5 მოვგზავნოთ ისევ 9 თვალს 7 8 9 ბოლოში ერთი ლურჯი ფიგურებს შორის გამყოფი ერთი წითელი დასაწყისში ახალი ფიგურის ერთი ლურჯი და ისევ ვითვლით 9 თვალს წითელს 3 4 5 6 7 8 9 და ფიგურის ბოლოში ერთი ლურჯი ეს გამყოფი წითელი ერთი ლურჯი ახალი ფიგურის დასაწყისი და მოვალთ ბოლომდე რადგან აქ დამთავრდა რიგი მაგრამ სქემა რასაც ითვალისწინებთ და მოვიტანეთ ბოლო თვლამდე შემდეგ მე-7 რიგი და რას ვაკეთებთ აი მე-7 რიგი ახლა აქ ნახეთ შემობრუნდა ეს აქეთ ნახე აქედან ხო დავიწყეთ ავიდა გარეთ გავიდა კიდე წავიდა გარეთ გავიდა ახლა ეს მოვგზავნეთ და ახლა ვართ აი აქ აქედან უკვე შიგით მოდის ნახე როგორც ასე მიდიოდა ახლა მობრუნდება ასე წამოვა და აი აქ შეიკვრება ახლა ესაც იგივენაირად და გამოვა აი ეს ფორმა რაც არის აი ასე გადაიტან ფერებს თვლებით სულ თვლი რასაც არ უნდა გსოვდე მიგაქვს მოგაქვს გადაგაქვს გადმოგაქვს ახლა ვიწყებთ შიგით წამოიღე ეს თვითონ აუცილებლად და +2 თვალი აი ეს არის გადაბმის წერტილი როცა ერთი თვალი თვითონ ქსოვ იგივე ფერს და ორს უმატებ ამას ქსოვ იგივეს და ორს უმატებ ამას ქსოვ იგივეს და უმატებ აქედანაც აქეთ მოგაქვს აქედანაც აქეთ მოგაქვს ახლა სამთვალს ხომ მოვგზავნოთ 1 2 3 4 5 დაპატარავდა ეს წითელი ისევ და ესაც აქეთ გამოიწევს აი წამოვედით ახლა აქეთ აქედან აქეთ მოვგზავნოთ აქ ეს რასაც ვამბობთ ერთი ლურჯი ხო არის ლურჯი და დავამატოთ 2 ლურჯი ეს 2 ეს 3 აი შემობრუნდა შიგით ახლა ეს ფერი ახლა მოვგზავნოთ 5 2 3 4 5 წითელი მოვგზავნეთ ახლა ნახე 2 წითელი და ლურჯი გამოვწევთ აქაც ამას ლურჯებს მოვგზავნოთ 1 2 და 3 ლურჯი აქ დამთავრდა ეს სქემა რაც იყო აი შევბრუნდით უკვე აქეთ ეს არის გამყოფი თვალი და ვიწყებთ ისევ თავიდან 1 ლურჯი 2 ლურჯი 3 ლურჯი მოვგზავნოთ 5 წითელი 2 ერთი ხო იქით არის 2 3 4 5
ახლა ეს ლურჯი აქეთ უნდა შემოვაბრუნოთ თვითონ და ორი თვალიც ლურჯი. 1, 2, 3. ეს გამყოფი ფიგურებს შორის და ვიწყებთ ახალ ფიგურას. 1 ლურჯი თვითონ, 2 ლურჯი და 3 ლურჯი. ახლა 5 თვალი ისევ წითელი და შემოგსოვთ და შემოვალთ ისევ იქ, საიდანაც წამოვედით. 3, 4, 5. ახლა ეს ლურჯი აქეთ გადმოიწევს, ამიტომ ორ თვალს ვამატებთ ლურჯს, ფერს ვამატებთ, იმას ვამბობ და თვითონაც აუცილებლად. ეს ფიგურებს შორის გამყოფია წითელი თვალი, 1 ლურჯი თვითონ, 2 ლურჯი და 3 ლურჯი. ახალი ფიგურა იწყება. ახლა მოვგზავნოთ 5 წითელი, 1, 2, 3, 4, 5. ახლა აქედანაც აქეთ მოდის ლურჯი, თვითონ და 2 თვალი. კიდევ ვიმეორებ, ასე მიგაქვს და მოგაქვს ფერები. წინ თუ შემდეგი. ეს გამყოფი თვალია ფიგურებს შორის და ვიწყებთ თავიდან. ლურჯი თვითონ, მეორე ლურჯი, მესამე ლურჯი. 5 წითელი. ნებისმიერი სქემა ასე დათვალეთ, ასე დაალაგეთ და ასე მოგსოვეთ. ჯემპრზე, ჟაკეტზე და ყველაფერზე. ახლა წინდებზე რო გსოვთ, ეს იმას კი არნიშნავს, რომ დადეკით და მარტო წინდები გსოვეთ და მეტი არაფერი. ასე გსოვთ ყველა სქემას, ყველაფერზე, რასაც არ უნდა გსოვდეთ. ასე თვლით, ასე ალაგებთ და ნახატებიც ასე გადმოგაქვთ. ან წინ მიდიხარ, ან იქით მიდიხარ, ან ზევით მიდიხარ, რამდენი თვალია, სქემა როგორაა დახატული და რას გეუბნება. ან აქით გადათვალე, ან აქით გადმოთვალე, ან ცოტა წინ დაიწყე, ან შემდეგ გადი. აი, რასაც აქ ვაკეთებთ, ასე გსოვეთ, სქემები გადაიტანეთ ჯემპრებზე და ჟაკეტებზე. მე ახლა აქ არც ჯემპრს ვგსოვ, არც ჟაკეტს და წინდაზე ვგსოვ, თქვენ მოგსოვთ რაზეც გინდათ მერე სქემებს. 3 და აქ 1 თვალი დამრჩა და ახალი ფიგურა დაიწყო. სქემა დამთავრდა, რიგი დამთავრდა და შემდეგი. მე-7 რიგი მოვგსოვეთ. მერვე რიგი, ნახე, ეს 3 თვალი რო გამოვწიეთ აქეთ. მერვე რიგზე 2 თვალი უკვე დაიკარგა ლურჯი და წითელი გამოჩნდა, ჩემ შემთხვევაში და ბოლო თვალი დატოვეო ლურჯზე ლურჯი. ასე გადაებმება ხაზი ხაზს. თუ არ გინდა რომ გაწყდეს ის გზა და ზოლი, რაც მიყვება, აი ამ ბოლო თვალზე დასვამ ამ თვალს და მოგსოვ. აქ ისევ 5 თვალი იქნება და ნახე აქ. ეს 3 რო გადმოწიე შენ წინდა რომ მოგსოვე 3 თვალი. ბოლო აი ეს პირველი თვალი დატოვე ლურჯი და აქ გაჩნდა უკვე ნახე 1, 2, 3, 4, 5 წითელი, როცა ვგსოვდით აქ შუა გამყოფ 1 წითელს. 2 აქეთ დაემატება, 2 აქეთ დაემატება და 5 თვალი მოიგსოვება ფიგურებს შორის უკვე. იმიტომ რომ ეს იქით წავიდა, ეს იქით წავიდა. ასე ატარებ თვლებით ფერებს და გადაგაქვს და გადმოგაქვს. ვიწყებთ თავიდან, ხო? ნახაზი გეუბნება სქემა. პირველი 2 მოგსოვეო წითელი, ლურჯი ხო გვაქვს 3 თვალი. ბოლო თვალი დატოვეო ისევ ლურჯი და მოგსოვეო შემდეგ ისევ 5 წითელი. აბატონო, 5 წითელი. ახლა ნახე, 3 ლურჯი რო გაქვსო, მხოლოდ პირველი მოგსოვეო, აი, ხო ასეა, პირველი მოგსოვეო ლურჯი. დანარჩენები არაო. კარგი, 1 წითელი, 2 წითელი, ეს გამყოფი წითელი. ახლა ნახე, კიდე 2 წითელი უნდა დავამატოთ.
4, 5, რადგან ეს ლურჯი უნდა დავტოვოთ მხოლოდ 3 ლურჯიდან ბოლო. და იწყება სქემა თავიდან. 1 წითელი, 2, 3, 4, 5. აი ფიგურაა და მოვედით ფიგურის ბოლოში, მხოლოდ პირველს ვტოვებთ ლურჯს, ეს 2 წითელი იქნება, ფიგურების გამყოფი წითელი იქნება, აქ კიდე 2 წითელი იქნება და მესამე იქნება ლურჯი, რადგან ეს ფიგურა უკვე აქეთ მოდის და 1 თვალი უნდა დავტოვოთ. ახლა ისევ დაითვლი 5 წითელს. აქ მხოლოდ პირველ ლურჯს ვტოვებთ 1, 2, 3, ეს გამყოფია, 4 და 5. აქ ბოლოში ვტოვებთ მხოლოდ ლურჯს. შემდეგი ფიგურაა 1, 2, 3, 4, 5. პირველს აი აქ ვტოვებთ ლურჯს, დანარჩენები იქსოვება წითელი. ეს გამყოფია და იწყება ახალი ფიგურა. ეს 2 ლურჯი იქნება წითელი, რადგან ეს ფიგურა აქეთ უკვე შემობრუნდა და მოდის და ბოლო თვალი დარჩება ლურჯი. 5 წითელი ისევ. 3, 4, 5. აქ პირველი თვალი იქნება ლურჯი. ფიგურა მთავრდება და იმიტო და შიგით მიიწევს ის ფერი. დანარჩენი იქნება წითელი. ეს შემდეგი ფიგურა იწყება და ბოლო თვალია ლურჯი და აქ დამთავრდა სქემა. და რიგიც. ნახე ახლა ჩვენ რა მოგხსოვეთ მერვე, მე-9 რიგი, ნახე. ეს 2 წითელი ისევ მოგხსოვეო, აქედან ვითვლით, აი აქედან. 2 წითელი მოგხსოვეო, ეს 1 ლურჯი რომ მოგხსოვეთ, ახლა 3 მოგხსოვეო კიდე შიგნით. აქედან 1 ლურჯი რომ მოგხსოვეთ წეღან, კიდე შიგით გადმოდიოდა 3 თვალი მოგხსოვეო. ისე რომ ნახე აქ შუაში ფიგურა, აი ამ ფიგურას შორის შუაში 1 წითელიღა გვრჩება. და დავიწყოთ 1, 2 მოგხსოვეო, თვითონ ლურჯი და 2 ლურჯი დავამატოთ, რადგან აქეთ უნდა გამოვწიოთ კიდე 3. ახლა 1 წითელი. ახლა აქედან ნახე, ეს აქეთ მოდის ლურჯი, თვითონ 2 წითელი 3 უნდა მოვგზავნოთ. ნახე ფიგურა როგორ მიიწევს ერთმანეთისკენ, შიგნით მიდის ახლა. აქედან ხო გარეთ მიდიოდა, ახლა შიგნით მიდის და იგივე სახეს მივიღებთ როგორც აქ. ახლა გარეთ გვაქვს 5 წითელი. 3, 4, 5. 1 ლურჯი. ახლა შიგით უნდა წავიდეთ, ახალი ფიგურა იწყება 1 ლურჯი, 2 ლურჯი და 3 ლურჯი. არ შეგეშალოს, საით მიდიხარ. ეს იქით მიდის, ეს აქეთ მოდის. საით უნდა მიუმატო ფერები ლურჯი ან შეამცირო. ეს 1, ეს აქეთ მოდის, ახალი ფიგურაა. ამიტომ აქ 3 ლურჯი გვინდა. 1, 2 და 3. აქ ისევ 5 წითელია. 4 და 5. აქ ლურჯი 3 უნდა მოვგზავნოთ, რადგან ახალი ფიგურა იწყება და ფერი შიგით წამოვიდა. 1, ახლა აქ უნდა მოვგზავნოთ 3 ლურჯი. მესამე თვითონ ეს ლურჯი იქნება. ახლა აქ ნახე,
ჩვეულებრივად ის ფიგურა იქით მიდის და ეს აქეთ და შუაში 5 წითელი უნდა მოვგზავნოთ. 2 3 4 5 იწყება ახალი ფიგურა. 1 ლურჯი, 2 ლურჯი, 3 ლურჯი, შიგით მოდის. 1 წითელი, ახლა აქ 1 ლურჯი, 2 ლურჯი, 3 ლურჯი და ისევ 5 წითელი. აი ახლა ჩვენ გვგზავთ აი ამას, აი ამ რიგს. ეს აქეთ მოდის, ეს აქეთ. ეს აქეთ და აქ 5 წითელი, იმიტომ იგზავება შუაში. გამოვედით ბოლოში 2 4 5 და აქედან მხოლოდ აი 2 თვალი გვრჩება შემდეგი ფიგურის და რადგან აქ რიგი მთავრდება. და შემდეგ ნახე. მე-10 რიგზე ვგზავთ 1 თვალი, ამ 3 თვალის დასასრული, ამ 3 თვალის დასაწყისი. ეს ძალიან დიდი ვიდეო გამოგვივიდა მეგობრებო. არა და მინდოდა ყველაფერი გენახათ, რომ როგორ იქსოვება, რომ გაგიადვილდეთ. აი ეს 2 ლურჯი იქსოვება და ბოლო რჩება 1 წითელი, 1 ლურჯი და ეს ლურჯებიც წითელი იქსოვება. ახლა აქ გვექნება უკვე ჩვენ 9 წითელი თვალი, 3 4 5 6 7, რადგან ეს ფერი იქით მიდის ფიგურა და ეს უნდა გადავგზავნოთ 9 თვალი. აი ახლა ნახე, ამ ლურჯებიდან 1 დარჩა და მოვგზავნთ 1 წითელი, ეს პირველი ლურჯი და ესენი ყველა მოიგზოვება წითელი. აქ ისევ 9 თვალი უნდა მოგგზავნო. აი ასეთი სახე უნდა მიიღო მე-9 რიგზე. 1 ლურჯი, 1 წითელი, 1 ლურჯი. ეს წინა ლურჯები და ბოლო ლურჯები წითლად იქსოვება ყველა. ამიტომ ფიგურებს შორის 9 თვალი გამოგივა ლურჯი. წითელი უკაცრავად და 2 ლურჯი გრჩება აქ. ასე გადავგზავნოთ ბოლომდე. მოვგზავნეთ მე-9 რიგი და აქ ბოლოში გავალთ მთლიანად 9 თვალი წითელი, როგორც დასაწყისში ვგზავდით, რადგან აქ მეტი აღარ გვაქვს. ახლა ნახე. მე-10 მოვგზავნეთ მე-11 რიგი 1 2 3 4 წითელი, 3 ლურჯი, 9 წითელი, 3 ლურჯი და ასე შემდეგ. აი როგორც დასაწყისი იყო პირველი რიგი. ზუსტად იგივეს ვიმეორებთ 1 2 3 4 და ნახე ახლა. ლურჯი, წითელი და ლურჯი. მოვგზავნთ 3 ლურჯს. დანარჩენი ახლა იქსოვება 9 წითელი. ეს ფიგურა ნახე შეერთდა აქ მთლიანად, როგორც აქ დავიწყეთ. თავიდან აი ხო 3 თვალი ხო ავიღეთ, ყოველი 3 თვალი იყო ლურჯი, დანარჩენი წითელი 9. ასევე მოვედით ახლა აქამდე 1 რო ქონდა წინა მე-10 რიგზე, ის 3 ლურჯი დაჯდა მთლიანად და შუაში 9 წითელი მოიქსოვება და ასე მოგგზავნთ სულ. ლურჯი ლურჯია, მეორე ლურჯია, მე-3 ლურჯიც ლურჯია და გამოვიდა, რომ ეს ფიგურა დაიხურა. რა თქმა უნდა, აქ უკვე 9 წითელი თვალი იქნება და შემდეგ ისევ აუცილებლად 3 ლურჯი მოიქსოვება.
აი ასე მოვედით, გვაქვს ლურჯი, წითელი ლურჯი და სამივე ლურჯი მოიგზოვება. შემდეგ ისევ 9 წითელი და მთლიანად შემოგზოვთ აი ასე და დახურავთ ამ ფიგურებს აქ. ესაც ჩვენი წინდა და ჩვენი სქემა, მეგობრებო. აი სქემაც აქ არის, ვისაც დააინტერესებს. ამის შემდეგ მოგხსოვთ ჩვეულებრივად ჩარჩოებს, რასაც გხსოვთ თქვენ შემთხვევაში. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.